ტექნოლოგია დღეს ცოტა განსხვავებული, რადგან მოეწყო სხვანაირად უკვე ეს ტვინი. ბევრი ვიფიქრეთ, გვკარნახობდა თანაც ეს გული და რითმებისთვის ავირჩიეთ ერთად შექსპირი. და სანამ სონეტს დავიწყებდეთ მისი რითმებით, აგერ შოშიტა დაუკრავს და მისი ბიჭები. ყველაფერი დაღლილს სანახავად ეს შოუ დაგ. რადგან დიდი აქვს გაცინების ხალხის თვისება, რადგან თავიდან ჩვენ მოვირგეთ გართობის ფარჩა, რადგან არასდროს დაუკარგავს შოუს. რადგან არჩევნებს ჩავატარებთ ჩვენ ამ კვირაში, უპრობლემოდ და უექსცესოდ თანაც ადვილად. და რომც ივარგონ ავეჯების გადაზიდვაში, მაინც ღირსეულს დააფასებს ხალხი ნამდვილად. ყველანი ერთად ვირაზმებით, მივდივართ, ვხაზავთ. ამ დღეს არ გვარგებს არჩევანში შენ თუ შეცდები, ზოგი ზეიმობს, ზოგს კი კულევის შედეგი ზარავთ. ამას ვერ შეცვლი დატყუილად, ნუ შეეცდები. ასე მარტივი არასოდეს ყოფილა ნება, გასაგებია არჩევანი დაითვლი თითზე. დანარჩენები მერობისთვის არ მესახება, სხვა საქმე ნახონ, ჩვენ სონეტის ვიფიქრებთ რითმზე. ყველაფერი დაღლილს სანატრელად მერობა დარჩა. რადგან ამ საქმის არ არიან საერთოდ აზრზე, რადგან ნაკები კანდიდატი მათი ვერ კაჩავს, რადგან მუსტანგი უფუჭდება ნახევარ გზაზე. არჩევნებს მოვრჩი. განვიხილოთ ახლა სხვა თემა. და იმედი მაქვს, აქ სიჩუმე დაისადგურებს, მოძრაობისთვის დაგვჭირდება ახალი სქემა. ორ გაჩერებას ამატებენ მეტროს სადგურს. BBC-ის მეტროს ემატება ორი სადგური და დაგრძელდება ვიდრე იყო იგი მანამდის, რასაც ვუყურებ. ჩვენი მეტრო მალე იქნება გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ფალდა ხელშუა გაიზარდა, რამხელა გახდა. თბილისის მეტროს უმატებენ თურმე ორ სადგურს, კომფორტულია. თან ისეთი ლამაზი დარჩა, ტაქსის მძღოლები მოითხოვენ ალბათ ორ აგურ. რადგან ფაქტია, ემატება ორი სადგური, რადგან ამ ნიუს ველოდებით დიდი გაცდებით, ყოველ წელს თითო რომ ვამატოთ სადგური ალბათ ძალიან მალე, კასპს კი არა, გორსაც გავწვევ. ყველაფრით შემკულს, ულამაზეს თბილისის ანძას, სრულყოფისათვის სანატრელად ერთი რამ დარჩა. მალე მერია აგვისრულებს დიდი ხნის ნატრას, რადგან ანძაზე გაგვიხსნიან რესტორანს ახალ. გასმეული, პანორამული იქნებაო რესტორნის ხედი, თავს მოიყრისო ათასობით ჩინელი, შვედი, რადგან ცდუნება ამის შემდეგ იქნება დიდი და წარჩინებულ ვიზიტორთა დადგება რიგი. ფუნიკულიორს კიდევ ერთი როლი ექნება. მამა პაპური პურმარილის გემოს შეგრძნება. კლავინდებურა დაიგეკლავს შუქებს ნაირფერს, ფრანგულ ეიფელს ჩვენი ანძა მართლა გაიქცა. გაეროს სამიტს უმასპინძლა ნიუ-იორკმა. და ამ სამიტზე მიიჩქაროდა თურმე მაკრონი, პოლიციამ კი გზადაკეტა არ გაატარა, გაგიჟებულა უგინებია თურმე პატრონი. მერე დარეკა დონალდ ტრამპთან ეს რა ხდებაო? შეურაცხყოფად მიუღია რა სიმწარია. დონალდის ნაცვლად ვიღაც ქალმა გასცა პასუხი. მობილური ტელეფონი გამორთული ან განსულია მომსახურების ზონა. რა გაოსია? ეს რა ხდება? რა ჟამი დადგა? თურმე დამდგარა მაკრონი და არ ატარებენ. მეორე მხარეს თურმე ტრამპის ამალა დახვდა, ჯარიმის ქვითარს ალბათ მალე ჩააბარებენ. ისედაც დაღლილს დაკეტილი გრძელი გზა დახვდა, ნერვები არ აქვს, იტანჯება კაცი საცობით, ტელეფონს სკროლავს, თან დრო გაჰყავს, სხვა რა გზა დარჩა. ამ დროს კი ტრამპმა ჩაუარა სადღაც ასეთს. გზავრობით დაღლილს ემანუელს ვიღაც აჩერებს.
რადგან ვერ იცნეს პირადობა პარიზში დარჩა, რადგან სიზუსტე მისი უფრო მძაფრად აჩვენეს, ითხოვს შველას და სიახლოვეს არავინ არ რჩა. შორიდან შანს რომ საფრანგეთი ძლიერია და გვეჩვენება რომ მათი ანძა უფრო დიდია. როგორც აღმოჩნდა, მაკრონს ცოტა დააგვიანდა. ტრამპს კი რა უყოთ? ეიფელი მაგრად. რადგან არ ყოფნის ადამიანს ჩვენი პლანეტა, სხვაგან გაუშვეს საძებნელად ბევრი რაკეტა. აღმოაჩინეს დედამიწა ჩვენივე მსგავსი, მაგრამ იქ წასვლას რას ეყოფა ჩემი ხელი? აღმოაჩინეს დედამიწა, თანაც სუპერი. მე იდეა მაქვს გავაკეთოთ ასეთი გაცვლა. აბა. გამოგვიგზავნო იმ დედამიწის რამე სიმღერა ჩვენ სეირანი გაუგზავნოთ ჩაკრულოს ნაცვლად. იმ ხელა გზაზე როცა ჩავალ თუ ვინმე დამხვდა, შემხედავს, მეტყვის, აქ რა გინდა, რა დაკარგი. როგორც ამბობენ, დასაჯერებლად ცოტა რთულია, მე მაინც მჯერა და არა მაქვს ეჭვები ფარს. თურმე არც ისე დიდი დროა დარჩენილიო. კოლონიები აშენდება სულ აქვე, მარსზე. ხოდა ნიკოლოს დავიჭიროთ ჩვენს დადარიგი, მიწა მოუხაზოთ მარსის სამხრეთით სადმე, ჩეროში, მერე კი დავცხოთ, ავაშენოთ დიდი კორპუსი, ვინა გავყიდოთ კვადრატული 1000 ეტაჟი. კარგი აზრია, ჩემო პაატა, გაქებ გადიდებ. შევქმნათ ქალაქი უფრო დიდი ხაშურზე, გორზე. ტელევიზორი ჩამოვკიდოთ ყველა ბინაში, გადავიყვანოთ უცხო პლანეტა რუსთავი 2. ხოდა ვთქვათ დროა, რომ ვიფიქროთ მიწის ყიდვაზე, თავს ავარიდებთ გადაწვირთულ გაწევილ საცობს, მეტროც სავსეა და მანქანები დადის მის თავზე. მარსზე გადავალ და მოვხოდა ვიქ ქართულ საცობს. მინდა შევირგო ეს ცხოვრება როგორც არასდროს. მინდა წავიდე სადმე შორს და იქეთ ვიარო. მინდა სხვაგან რომ გადავიდე, აქეთ არ მაწყობს. მინდა მარსიდან სწორები რომ გავაზრდე. კაცობრიობამ აქ ამომდე ბევრი იარა, გზად შეხვედრია მშვიდობა და ბატალიები, კოოპერატივს ჩვენ მთვარეზე გავხსნით კი არა, სულ მალე მარსზეც გაშენდება კოლონიები. ნიუ-იორკში ერთი ქალი ცხოვრობდა თურმე. აჰა. სახე არ ვიცი და ვერ ვიტყვი, რამე თუ ღირდა. გადაეკიდა ერთი პილოტი, ვერ მოიშორა. თვითფრინავიდან 4 წელი პომიდორებს ყრიდა. გაუცნაური სიყვარული ცოდნია პილოტს. ყვავილის ნაცვლად პომიდორი მოდის ზეციდან. ვარდის მაგიერ ბრილიანტი რომ დამაყაროს. ერთი ეგეთი კარგი პილოტი მგონი მეცნია. ცოლს და ქმარს შორის რამდენ რამეს გადაუვლია. რამდენი ღამე გავათენეთ ფიქრით და დარდით, მაგრამ ასეთი მიზეზები ვის გაუგია? და თუ კაცი ხარ, ეგ პომიდორი შეცვალე ვარ. რადგან სიყვარულს ემონება დღეს ყველა კაცი, რადგან ქალის გულს ვერ მოიგებ ასე ადვილად, სუსტი არსება კია, მაგრამ ხანდახან კაცრი და ყველა კაცი ქალის გულის ტყვედ ჩავარდა. პოეზია იქით იყოს და შევჩაბეს, ბიჭო, ამ ქალებმა შევჩაბეს და დააქვხრეს, რა უნდა, ბიჭო, ის მაინც ვისოდეთ და ის მაინც მაგები ხო შეიძლება. კარგი რა ჩემო ნიკოლოზა, არა ეგრე. ქალს რატომ აბრალებ, ჩვენ სიყვარული გვიშვება ამას. მერე ბიჭო, შენ ოჯახა შენებულო, ჩვენ თუ გვიყვარს, იმათ ხო უნდა უყვარდეთ ცოტა. რას გვაწვალებენ და გვაწამებენ და გვახვეწნირებენ, აი საქმეც მაგაშია. დაუკვირდი გმირობას, თავდადებას, ერთგულებას, ყვავილებს, სერენადებს და ყირაზე გადასვლას ქალი. მხოლოდ ქალი კი არ მოითხოვს შენგან. სიყვარული ქალისადმი, სიყვარული ქალისადმი, დააკვირდი. ქალი არის საერთოდ ნიკოლოს სამყაროს საწყისი და რასაც და როგორც უნდა, ისე გვაკეთებინებენ. ვაღიაროთ ახლა. გაჩერია თუ გასხარდავანებეთ თავი. შემეშგა ვერ გემიგე ვერაფერი რა. ურევ ახლა შენ რაღაცებს ურევ. მეორე და შენ იძახი რომ ქალი არ არის ყველაფრის საწყისი. კი ბატონო.
მე როგორც მახსოვს, შენ ფორტეპიანოზე უკრავ კარგად. კარგათო. კი ბატონო. მოდი ახლა ერთი თხოვნა მექნება შენთან. გამიკეთე კარგი აკომპანიმენტი და მე შენ სიმღერით დაგემტკიცებ, რომ ქალი არის ყველაფრის საწყისი. ნახოთ აბა ერთი სიამოვნებით. ნახ